ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს ფეისია, საქმიანი პოდკასტი, სადაც ვსაუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ოსიჯანიშვილი ვარ. დღეს შევარჩიეთ ძალიან საინტერესო მოკლედ თემა და ზოგადად კონკურენციაზე ვისაუბრებთ და ბიზნესში რაღაც მიღებული წესია, რომ კონკურენცია კარგიაო. მაგრამ რამდენად კარგია, ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ დღეს და დღეს ტრადიციულად ჩვენი პოდკასტის წარმომადგენელი არის კომპანია DPT Consulting-ი, რომელიც ზრუნავს თქვენს მონაცემებზე და მოკლედ ჩემთან ერთად დღეს გაუძღვება დღევანდელ პოდკასტს DPT Consulting-ის თანადამფუძნებელი დავით ყარაშვილი. დავით, მოგესალმები. დავით, ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს. მინდა დავიწყოთ და მოკლედ გითმობ ასპარეზს დღეს მოდერაციას გაუწევ დღევანდელ პოდკასტს შენ. მადლობა სერგო, მოგესალმებით მეგობრებო, გიგა, მივესალმები ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის გიგა ადამია, იურიდიული ფირმა TB Legal-ის მმართველი პარტნიორი და კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ პროფესორი და დღეს ჩვენი სასაუბრო თემაც არის ზოგადად კონკურენციის სამართალი, რაც დამეთანხმებით ალბათ მეტად აქტუალური თემა არის ბიზნესისთვის. და მომხმარებლის განმოსახედიდანაც რო შევხედოთ, ალბათ მომხმარებლებზეც ახდენს გრძელვადიან, ასე ვთქვათ, გავლენას, ხო? და მიდაბი დავიწყოთ პრინციპში, ესეთი სანამ დაიწყდა დღევანდელ, ასე ვთქვათ, პოდკასტამდე გადავხედე, მეც მოსამზადებლად კანონმდებლობას და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კომპლექსური და რთული მომეჩვენა თავისი ტერმინოლოგიით და დარწმუნებული ვარ, რომ ხო ამ სფეროში ალბათ ბევრი კითხვა არსებობს და ეგეთი შთაბეჭდილებას დამრჩა, რომ თვითონ კანონმდებლობის მიღმა ასევე პრაქტიკულ დონეზე გასალკეული საკითხების განმარტების რაღაც ფართე არეალი არსებობს, სადაც უკვე აი გიგა შენი გამოცდილება და კომპეტენცია არის მნიშვნელოვანი პრაქტიკაში რა როგორ ხდება და დავიწყოთ პირველ რიგში ასეთ კითხვით დავიწყოთ ჩვენი პოდკასტი მაყურებელს რო აუხსნათ მარტივად რა არის კონკურენციის სამართალი და ვისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის, ძალიან საინტერესო გადაცემა გაქვთ და ძალიან მისასალმებელია რომ აქტუალური თემით დაინტერესდით და ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ გადავიდეთ ჩვენს საუბარზე, დღევანდელ საუბრის თემა არის კონკურენციის სამართალი და კონკურენციის სამართალი, ასე ვთქვათ, საფუძველია ჩვენს ქართულ რეალობაში ქმნის კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის გაცხადებული მიზანიც არის, ასე ვთქვათ, ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, ხო? ხშირად გვერევა ხოლმე და საზოგადოებაშიც მუსირებს აზრი, რომ აი კონკურენციის სამართალი პირველ რიგში მომხმარებელს იცავს, მაგრამ ანუ გერმანული და ევროპული პრაქტიკიდან და თეორიიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი და უმთავრესი დაცული სიკეთე ზოგადად კონკურენციის სამართლის და კონკურენციის სამართლის კანონმდებლობის არის თავად კონკურენცია, როგორც პროცესი, როგორც დინამიური პროცესი და შემდეგ უკვე ეს კონკურენციის დაცვა განაპირობებს უკვე მომხმარებლისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის გარკვეულ კეთილდღეობას, სიკეთეებს, ხო, რაში გამოიხატება, რომ კონკურენცია უზრუნველყოფს, ასე ვთქვათ, მომხმარებლებისთვის დაბალ ფასებს, შესაძლო დაბალ ფასებს, ანუ კონკურენცია განაპირობებს, ასე ვთქვათ, შეჯიბრის პროცესია, ხო, კონკურენცია ეკონომიკურ აგენტებს შორის, ეკონომიკური აგენტის, ასე ვთქვათ, კონკურენციის სამართლის ტერმინი არის. ამათ შორის შეჯიბრის პროცესი იწვევს რაც, რომ ყველა ცდილობს საკუთარი საბაზრო პოზიციების, ასე ვთქვათ, ზრდას და ამ საბაზრო პოზიციების ზრდას აღწევენ, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მიზიდვით, ასე ვთქვათ, ხო, საკუთარ მომსახურებაზე იქნება თუ პროდუქტზე, ხო? და ამ მიზიდვის გზა რა არის? პირველ რიგში ხარისხის ზრდა, ფასების დაწევა, მაღალი არჩევანის შეთავაზება, მომხმარებლის რამდენად ჩაითვლება? აი დემპინგამდე მივიდეთ. ანუ დემპინგი ზოგადად კონკურენციის სამართლის ცნება ნაკლებად არის, იმიტომ რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობა საერთოდ სხვა მიმართულება არის, ასე ვთქვათ და შემდეგ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. უბრალოდ კონკურენციის სამართალი, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფს აი ამ კონკურენციის პროცესს, მაგრამ კონკურენციის სამართალი არ იძლევა პასუხს იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ფასი დღეს. რა შეიძლება იყოს ფასი ხვალ, ხო? და ანუ ეს ამას განაპირობებს მხოლოდ კონკურენცია, ჯანსაღი, ბუნებრივი კონკურენცია, შეზღუდვებისაგან თავისუფალი კონკურენცია. და მივადექით ახლა მთავარ სათქმელს, აი შეზღუდვას კონკურენციის, ხო? რო წარმოვიდგინოთ კონკურენციის კანონმდებლობის ნორმები სრულად არის ამკრძალავი ხასიათის ნორმები, ანუ კრძალავს გარკვეულ ქმედებებს და ეს ქმედებები როგორც წესი გულისხმობს კონკურენციის შემზღუდულ ქმედებებს, ხო? შესაბამისად აქ უკვე იკვეთება კონკურენციის სამართლით დადგენილი, ასე ვთქვათ, აკრძალვის ადრესატი ვინ არის, ანუ ვის მიემართება ეს აკრძალვა, ხო? მიემართება იმ სუბიექტებს, ვისაც შესწევს იმის უნარი, რომ
შეზღუდოს ეს კონკურენციის ბუნებრივი პროცესი. ხო, პირველ რიგში ესენი არიან საკუთრივ ბაზრის მონაწილეები, ეკონომიკური აგენტები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო უარს ამბობენ, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან კონკურენტულ დამოკიდებულებაში, აღწევენ რაღაც შეთანხმებას, თუნდაც ფასზე, თუნდაც ბაზარზე, თუნდაც ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამით უკვე კარგავენ мотиваციას, იმიტომ რომ კონკურენტულ წნახს უკვე აღარ განიცდიან, იმიტომ რომ შეთანხმებულები არიან თავიანთ კონკურენტთან და ვინაიდან ეს შეთანხმება აღმოფხვრს, ასე ვთქვათ, ამ კონკურენტულ წნახს, უკვე მას мотиваციაც აღარ აქვს, ხო, რომ ახალი პროდუქტი შექმნას, ტექნოლოგია განავითაროს, სხვადასხვა ბაზრებზე შევიდეს, ფასი დაწიოს, მომხმარებელს მაღალი ხარისხი შესთავაზოს, მეტი არჩევანი შესთავაზოს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ესეთი შეთანხმებები, რომელიც ეკონომიკურ აგენტებს შორის, რომელიც მიმართულია აი ამ მათ შორის ისეთ არსებული, ასე ვთქვათ, ურთიერთდამოკიდებულების, კონკურენტული ურთიერთდამოკიდებულების აღმოფხრისაკენ, აი ესეთი ქმედებები არის აკრძალული. ეს რაც შეეხება ეკონომიკურ აგენტებს, ხო? მაგრამ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი, ასე ვთქვათ, ამ საბაზრო პროცესებში ყავს სახელმწიფო და სახელმწიფო ორგანოები, ხო? ერთი ადრესატი თუ თქვით, რომ ეკონომიკურ აგენტებს ეკრძალებათ გარკვეული ქმედებები კონკურენციის შემზღუდველი, მეორე მხარეს ყავს უკვე სახელმწიფო, რომ სახელმწიფო ორგანოების ამკრძალავი გარკვეული ქმედებების, კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების ამკრძალავი ნორმების არის ჩადებული ჩვენს კონკურენციის კანონმდებლობაში. ეს არის მე-10 მუხლი, მე-12 მუხლი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო დახმარებების გზით, ასე ვთქვათ, კონკურენციის შეზღუდვის პრევენციას და ასევე სახელმწიფო ორგანოების მიერ რაღაც არათანაბარი პირობების შექმნა, არათანაბარი მოპყრობა ეკონომიკური აგენტებისთვის, იგივე მაგალითად სანებართო პროცესში, ლიცენზირების პროცესში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აქ არ უნდა გავიგოთ, რომ ვიღაცის ხელშეწყობა იგულისხმება აქ მარტო პირდაპირ, ასე ვთქვათ, ტენდერის პროცესშიც, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო პრაქტიკა აქვს ჩვენს კონკურენციის სააგენტოსაც განვითარებული ამ სატენდერო პროცესებთან დაკავშირებით და ძალიან გააჯანსაღა ამან სხვადასხვა სასაქონლო მომსახურების ბაზრებზე პროცესები. ხო, ანუ რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, ერთი მიმართულება, ასე ვთქვათ, კონკურენციის კანონმდებლობით ამკრძალავი ნორმების მიემართება, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ აგენტებს, მეორე მიმართულება გვაქვს უკვე სახელმწიფო ორგანოების მისამართით ხდება გარკვეული ქმედებების აკრძალვა. აი სახელმწიფო ორგანოებზე მე კიდევ დამატებით ჩაგეკითხები. იქამდე ერთი საკითხი მინდა დავაზუსტო, რაც შემთთვის ცოტა ბუნდოვანია. რამე აი კანონი ვახსენეთ კონკურენციის შესახებ, საქართველოს კანონი, ამის მიღება ალბათ რაღაც კანონმდებლობაც გვაქვს, ხო, დამატებით. თუ არის რაღაც გამონაკლისი, აი ვინმე, ანუ რომ რაღაც სეგმენტიზე არ ვრცელდება დაუშვათ რაღაც კონკურენციის აქ ბიზნესზე ან რაღაც მსგავსი. აქ მივადექით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ასოცირების შეთანხმებაში არის ერთ-ერთი მუხლი თუ სწორად მხსვრას მესამე მუხლი არის, რომელთაც საქართველოს აიღო ვალდებულება, რომ საქართველოს უნდა კონდეს ესეთი ჩანაწერი არის ყოვლისმომცველი კონკურენციის კანონმდებლობა. ყოვლისმომცველი რას ნიშნავს? არ უნდა დარჩეს სფერო, რომელზეც კონკურენციის კანონმდებლობა ვერ გავრცელდება, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყანაში გვაქვს სხვადასხვა სეგმენტები, ეს უნივერსალური მსოფლიო პრაქტიკა არის, რომ არის ისეთი სეგმენტები, სადაც არსებობენ ბუნებრივი მონოპოლიები, ხო? ანუ იქ ბუნებრივად ფაქტობრივად ვერ იარსებებს კონკურენცია, მაგალითად ელექტროენერგიის ქსელის ბაზარი, ბუნებრივი გაზის ბაზარი, რკინიგზის ბაზარი და ასე შემდეგ, სადაც ქსელურ ინფრასტრუქტურაზე არის მიბმული და არა რენტაბელური არის, მაგალითად იქ კონკურენციის არსებობა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ეხლა რამდენიმე ქსელის ოპერატორი ყავდეს თუნდაც ბუნებრივი გაზის, თუნდაც ელექტროენერგიის სექტორში, ანუ განვითარდება პარალელური ინფრასტრუქტურა, რომელიც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ისევ ფასზე, ხო? ამიტომ, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ისეთი სტრატეგიული მიმართულება. ხო, და ანუ ამიტომ თუნდაც ევროკავშირის რეალობაში არსებობს ეს ქსელის ოპერატორები, სადაც ბუნებრივი მონოპოლიები არის დასაშვები, ხო? ჩვენი კონსტიტუციასაც რო შევხედოთ, მან ასე ვთქვათ, ნახსენებია მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა, მაგრამ საკუთრივ მონოპოლია როგორც ასეთი აპრიორი აკრძალული არ არის, ხო? იმიტომ რომ გარკვეული ბაზრების მახასიათებლებიდან გამომდინარე არის სპეციფიკა, სადაც უბრალოდ ეს ეფექტიანი ბუნებრივი კონკურენცია, რაც წეგან ვისაუბრეთ, ხო, უბრალოდ თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, ხო? ამიტომ აქ შემოდის რა, რომ ეს მონოპოლიები უნდა დაუშვათ, მაგრამ სახელმწიფომ უნდა არეგულიროს მისი საბაზრო ქმედებები, ხო? ამიტომ ყავს ქვეყანაში სხვადასხვა ეგრეთ წოდებული კონკურენციის კანონიც იცნობს ამას რეგულირებადი სექტორები, ხო? ეს რომელია ელექტროენერგიის ბუნებრივი გაზის სექტორი, წყალმომარაგების სექტორი, კომუნიკაციების სექტორი, საბანკო სექტორი და ასე შემდეგ, სადაც თავთავიანთი მარეგულირებელები არსებობენ, მაგრამ ამ სექტორებში ამ რეგულირებლების ქვეშ არსებობს რაღაცა ღია სივრცე კონკურენციისთვის, ხო? იგივე ელექტროენერგიის მიწოდების ბაზარი არის, ინტერნეტის ბაზარი და ასე შემდეგ, სადაც მაინც არის სივრცე კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების და ეს 2020 წლის რეფორმის შემდეგ უკვე კონკურენციის კანონმდებლობა გავრცელდა უკვე ამ სექტორებზე, უბრალოდ ერთი საგამონაკლისო მიდგომა აქვს ჩვენს კანონმდებლობას, ის არის, რომ ამ სექტორებში კონკურენციის სააგენტო კი არ აღასრულებს ამ კონკურენციის კანონს, ამ წარმოიდგინეთ ერთი კანონი არსებობს კონკურენციის კანონი, რომელსაც ამ რეგულირებად სექტორებში აღასრულებს
მარეგულირებელი, ანუ იგივე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების კომისია, დანარჩენ ყველა სხვა სექტორებში უკვე თანაბრად ვრცელდება ეს კონკურენციის კანონი, რომელსაც უკვე ახასრულებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, მაგრამ ესე არ უნდა გავიგოთ, რომ იქ რაღაცა წვრილი ბიზნესზე არ ვრცელდება, მსხვილი ბიზნესზე ვრცელდება და რაღაცა ეგეთი არ არსება, ანუ უკვლებლივ განურჩევლად განურჩევლად ასე ვთქვათ, ზომისა, ესეთი ნებისმიერ საქმიანობაზე ვრცელდება ეკონომიკური აგენტების მისამართით. ეს გავრცელება ერთია, მაგრამ იქ არის უკვე გარკვეული სპეციალური ჩანაწერები დარღვევებთან მიმართებაში, სადაც შეიძლება ზოგი დარღვევა გამონაკლისი ჩავარდეს თუ საბაზრო პოზიცია ვიღაცას ნაკლები აქვს, პროცენტული ზრდით ჩამოწვდება და რაღაცა, მაგრამ ეს ისუათი საგამონაკლისო შემთხვევა არის, რომელიც ნაწილი თვითონ კანონით არის დადგენილი, ნაწილი უკვე კონკურენციის სააგენტოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ხვდებით გარკვეულ საგამონაკლისო ნორმებს, მაგრამ ზომაზე და ასე შემდეგ, ანუ უკლებლივ ყველაზე ვრცელდება, მოკლედ ესე შეგვიძლია დასკვნის სახით რომ შევაჯამოთ. ამოუწყურავად უპასუხეთ. კი და სანამ კონკრეტულ დარღვევებზე გადავალთ, რაც ასევე საინტერესოა, რა ტიპის დარღვევები გვაქვს, ასე ვთქვათ, კონკურენციის სამართალში ახსენე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და აი მე მინდა საინტერესო მეც მაინტერესებს მცირე ინფორმაცია რომ მოგვაწოდო ზოგადად კონკურენციის სამართალი როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა და დღეს ასე ვთქვათ სად ვართ, ერთი რაც გამოვიტანე და ასე ვთქვათ რომ გარკვეულწილად ასოცირების შეთანხმებით არ იყო ეს ვალდებულება ნაკისრი, რომ ეს ჰარმონიზება ეროვნული კანონმდებლობის გაგვეკეთებინა და კიდევ რაც მოვიკვლიე თუ არ მეშლება 2012 წლის არის მე მგონი კანონი, ხო, კონკურენციის შესახებ, ხო, ანუ აი აქედან უნდა ჩავთვალოთ რომ ეს სფერო დარეგულირდა საკანონმდებლო დონეზე. მოდით ცოტა საერთაშორისო ისტორიასაც შევხედოთ, ანუ თანამედროვე კონკურენციის ბაზრის მარეგულირებელი ნორმები, ასე ვთქვათ, შეიძლება რომის სამართლიდანაც იღებდეს სათავეს, მაგრამ ზოგადად თანამედროვე კონკურენციის სამართალი რაც გვაქვს დღეს საქართველოშიც, ევროპაშიც და მოწინავე მართლწესრიგების ფარგლებში, მაინც სათავეს იღებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მე-19 საუკუნის ბოლოს, თუ სწორად მახსოვს 1880-იან წლებში იქნა მიღებული ეგრეთ წოდებული შერმანის აქტი, რომელმაც დააკრძალა, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ოპერატორებს შორის ისეთი შეთანხმება, რომელიც ზღუდავდა კონკურენციას და ანუ აი ეს ამერიკული სამართალი მოგეხსენება ძალიან ზოგადი, ასე ვთქვათ, პრეცედენტული სამართალი არის და ნორმატიულ დონეზე ძალიან ზოგადი ფორმულირებებით გამოირჩევა. შემდეგ უკვე ამერიკული სასამართლოს ფარგლებში განვითარდა ეს კონკურენციის სამართალი და ევროკავშირში უკვე მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან უკვე ევროკავშირის პირველი სადამფუძნებლო შეთანხმებები რაც ჰქონდა ქვანახშირისა და ფოლადის შეთანხმება, ატომური გაერთიანება და ასე შემდეგ, იქიდან უკვე ჩდება ევროკავშირის ფარგლებში კონკურენციის მომწესრიგებელი ნორმები, რომელიც ფაქტობრივად მაგის მერე ანუ სხვადასხვა შეთანხმებები კი დაიდო ევროკავშირის სადამფუძნებლო დღეს რაც გვაქვს ფუნქციონირების შესახებ შეთანხმება. ხო, მან და უკვე 101-102 მუხლებში აისახა, ადრე იყო 95-96 სხვა შეთანხმებები და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტობრივად ამას რამე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია ევროკავშირის ფარგლებში არის ეს 101 მუხლი გვაქვს, ასე ვთქვათ, შეთანხმებების აკრძალვა, 102 მუხლი გვაქვს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, 107 მუხლი გვაქვს სახელმწიფო დახმარებები და ასევე არსებობს ეგრეთ წოდებული მერჯერის რეგულაცია, რომელიც უკვე ეკონომიკურ აგენტების კონცენტრაციებს აწესრიგებს და უკვე მეორად წყაროებში უკვე არაერთი ნორმა გვაქვს. ხო, ეხლა რომ დაუბრუნდეთ საქართველოს ქართული კონკურენციის სამართალი, ასე ვთქვათ, სათავეს იღებს საბჭოთა კავშირის დაშლიდან, ანუ 90-იანი წლებიდანვე უკვე ჩდება ჩვენთან, ასე ვთქვათ, ეს ნორმატიულ დონეზე მოწესრიგება, განსაკუთრებით სახელი არ მახსოვს, მაგრამ ანუ იყო მაგალითად აი სახელმწიფო საწარმოები რო დაიშალა და მაგის ადგილას რო სხვადასხვა საწარმოები ჩამოყალიბდა, მაგათი მაკონტროლებელი ნორმატიული აქტები არსებობდა. იყო დრო, როდესაც ანუ ეს კონკურენციის კანონმდებლობის აღმასრულებელი ორგანო და შესყიდვების სააგენტო ერთად ფუნქციონირებდა, ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე 2012 წლიდან ახსენეთ დღეს რაც გვაქვს კანონი, მაგრამ მაშინაც ძალიან ბევრი, ანუ მატერიალური ნორმები კი ჰქონდა, მაგრამ ფაქტობრივად ახსრულების მექანიზმები არ არსებობდა, რომ ეფექტიანად ახსულებული იყოს იგივე სანქცირება, საქმის მოკვლევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე ჩავთვლი, რომ დღევანდელი მოდელი რაც გვაქვს კონკურენციის კანონმდებლობის, ეს არის შექმნილი, ასე ვთქვათ, ბირთვი მაინც, ასე ვთქვათ, სრულყოფა მოხდა 2020 წლის სექტემბერში განხორციელებული რეფორმით, როდესაც სწორედ იმ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე გაიზარდა, ასე ვთქვათ, კანონის მოქმედების არეალი, სანქცირების მექანიზმები უფრო სხვანაირად ჩამოყალიბდა, ახსულების მექანიზმები სხვანაირად ჩამოყალიბდა, კონკურენციის სააგენტოს, ასე ვთქვათ, აღმასრულებელი პროცედურული უფლებამოსილებები გაიზარდა და ასე შემდეგ და დღეს გვაქვს უკვე ეს ბირთვი, ასე ვთქვათ, შემიძლია თამამთქვა, რომ აი 2020 წლის რეფორმის შემდეგ შემდგომი პერიოდის, ასე ვთქვათ,
მონაპოვარი არის უფრო ესე რომ ჩავთვალოთ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ 2020 წელს მართლა ეს მასშტაბური რეფორმა გატარდა ამ მიმართულებით. ცნებები დაიხვეწა, ინსტიტუტები, პროცედურები და ასე შემდეგ. კი ბატონო. ეხლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ დარღვევებზე, ხო? ანუ უფრო საინტერესო არის, აი, რამდენიმე ახსენეთ. კივნეული თემა, ხო? რა ხო, როგორია დარღვევები, როგორია მიდგომა თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან და აი ტერმინებში მოკლედ მეც უკვე გავერკვიე ეს შეთანხმება და ასე შემდეგ. ერთ-ერთი არ ვიცი საკანონმდებლო დონეზე ეს ტერმინი არ არის მე მგონი დამკვიდრებული, მაგრამ ანუ ხშირად გაგვიგია და გვსმენია კარტელური გარიგება, კარტელი, ანუ ეს რო ვთქვათ ახლა საკანონმდებლო დონეზე რას ნიშნავს და რატო არის ეს მაგალითად დარღვევა. კი ბატონო, მოგახსენებთ, მოკლედ კონკურენციის კანონს რო ჩავხედოთ, გვაქვს ძირითადი ბირთვი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური აგენტებისთვის ამკრძალავი ნორმებს ქმნის კანონის მე-6 მუხლი და კანონის მე-7 მუხლი. მე-7 მუხლი იცნობს ესე ტერმინს კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები. და ამ შეთანხმებების სამი სხვადასხვა კოორდინაციის ფორმა გვაქვს, არის კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, შეთანხმებული ქმედება და ასოციაციის გადაწყვეტილება. და მოკლედ რო ვთქვათ, ეს ეხება, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ აგენტებს შორის სხვადასხვა შინაარსის შეთანხმებას. მაგალითად, ორი ეკონომიკური აგენტი თანხმდება, რომ მე და თქვენ სიტყვაზე რაღაცა პროდუქტს ან პურს ან კალამს ან ჭიქას არ გავყიდით 2 ლარზე დაბალ ფასად, ხო? ანუ ეგრეთ წოდებულ ფასებზე შევთანხმდით. ანუ ამან რა გამოიწვია? ამ შეთანხმების გარეშე ჩვენ ვცდილობდით ინდივიდუალური პოლიტიკა გვეწარმოებინა კომერციული ბაზარზე და ვუშვებდით ახალ კალმებს, ახალ ჭიქებს და ფასებსაც დაბალავწევდით, ხო? მაგრამ როგორც კი შევთანხმდით, ჩვენ უკვე мотиваცია აღარ აქვს, რომ ფასი დაბალა დავწიოთ, იმიტომ რომ ფასზე შეთანხმებულები ვართ, მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი კონკურენტიც არ დაწევს და არც მე არ დავწევ და ზედმეტი ინვესტიციების გარეშე გავდივართ ფონს, ხო? ანუ ამით რა მოხდა, რომ აღმოიფხვრა ჩვენ შორის კონკურენცია და ფასები დაბლა უკვე აღარ მიდის. ანუ ეფექტიანი კონკურენციის პირობებში რო ჩამოყალიბდებოდა სიტყვაზე ფასი, რომ მე ხვალ სიტყვაზე რაღაც აქციას შემოგთავაზებდით და ერთი კვირის განმავლობაში 2 ლარიანი პროდუქტი რაც არის დღეს ამ შეთანხმების პირობებში იქნებოდა ლარნახევარი, დღეს უკვე ასე აღარ არის, ხო? იმიტომ რომ ჩვენ შორის კონკურენცია აღმოიფხვრა, ხო? ეს თვითონ შეთანხმებიან, მე მგონი ამ ლარნახევარს. ეგეც არ არის გამორიცხული, ხო? ეს შეთანხმებები რამე ანუ ზეპირად ხდება, რა ამისთვის ახლა ნახეთ, კონკურენციის სამართალში მოქმედებს ესეთი ნორმების ფართო ინტერპრეტაციის პრინციპი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ნორმები არ უნდა განმარტოთ ვიწროდ, მას უნდა კონდეს ფართო ინტერპრეტაციის არეალი, რომ მან მოიცვას ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც მოწოდებულია ბაზარზე შეზღუდოს კონკურენცია, ხო? ამიტომ სამოქალაქო კოდექსში რო გვაქვს იქ წერილობითი შეთანხმება და ნოტარული დამოწმება და რეესტრი რეგისტრაცია და ასე შემდეგ, ეს საერთოდ აქ არანაირი წინაპირობა არ არსებობს. აქ შეიძლება უწყინარი მეილის მიმოცვლით ან სერვოსთან დავრეკო და უთხრა რომ შევთანხმდეთ ფასებზე. მოდი ნუ გავჩხუბოთ, ხო? ან სუფრაზე სინთრალეში რო წამოგცეთ, ხო? ხარ რაღაცა. ეს კითხვა, ხო? აი რას ვარღვევთ, ხო? მაგ შემთხვევაში აი შევთანხმდით, ხო? ანუ აქ შეიძლება საუბარი არ იყოს რაღაცა ძალიან დიდ მოთამაშეებზე, ხო? და არ მაქვს საუბარი პირობით ბანკებზე და ასე შემდეგ. მაგრამ აი შეთანხმდნენ, ხო? ანუ რაღაც ორი ბიზნესი, რომელიც ერთმანეთს ძალიან ეჭიდავებოდნენ, ნუ ხეშად რო ვთქვათ, ხო? შეთანხმდნენ და რა დავარღვიეთო? აი ხა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კითხვა მართლა ბერს გაუჩნდება რა. ხო, დავამატებ ესე ინტრიგნული განმოსახედიდან, რომ ეს ხო კერძო სამართალია და მე მაგ კერძო სამართალს კარგო თავისუფლება ხო კერძო სამართლებრივი რაღაც თავისუფლება და რატომ იზღუდა ხო ანუ პირობითად ახლა გაუჩნდება ხო კითხვა რომ მე მარჟა მაძლევს საშუალებას რომ პირობითად დავწიო შეიძლება ეს რაღაცა დემპინგზე არ წავიდე მაგრამ დავწიო და კონკურენტზე დაბლ ფასად მოვახდინო რეალიზება კი სუსტად ეგ არის კონკურენციის სამართლის მიზანიც ნახეთ თავარი არსი ის არის რომ ნებისმიერმა ეკონომიკურმა აგენტმა საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა ბაზარზე ანუ ხვალ რა ფას დააწესებ რა პროდუქტს მიაწოდებ ბაზარს ასე შემდეგ უნდა განსაზღვრო შენ თვითონ დამოუკიდებლად ხო შენ თუ ვიღაცასთან შეუთანხმდი და იცი რომ შენი კონკურენტი ხვალ 5 ლარად გაყიდის რაღაც პროდუქტს და შენ აპირებდი 1 ლარად გაგიყიდა ეხლა უკვე 1 ლარად აღარ გაყიდი 4 ლარად ხო ანუ და 3 ლარად სად მიდის ისევ მომხმარებელი ზიანდება ხო იმიტომ რომ შენ ისეთი კომერციული და სენსიტიური ინფორმაცია მოგაწოდა შენმა კონკურენტმა რომ შენს კომერციულ გადაწყვეტილებაზე უკვე ხვალდილით იმოქმედა გავლენა და ის ფასი რაც შენ უნდა დაგედო კონკურენციის პირობებში, იმიტომ რომ მოლოდინი ქონდა რომ შენი კონკურენტი 2 ლარს დააწესებდა, ხო? და გითხრა რომ 5 ლარად გავყიდიო, მაშინ უკვე შენ აღარ გაქვს იმის мотиваცია რომ 2 ლარზე დაბალ ფასად გაყიდო და პირიქით ამ 3 ლარად გაყიდე, 4 ლარად გაყიდე, ხო? ან თუ პრეცედენტები ბევრი გვაქვს ასეთი პრეცედენტები
ანუ ზოგადად საჯაროა ხა ეს ინფორმაცია. კი, საჯაროდ კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილებები ყველა ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, შესაბამისი ინფორმაციის ხო, ნუ არ თქვა, ძალიან საინტერესო კი, გადაწყვეტილებები. გახმაურებული кейსი იყო აი ამ კანონის მიღების შემდეგ, თუ გახსოვთ, ნავთობ კომპანიების კარტელის ამბავი იყო, მან როდესაც შეთანხმებული მოქმედება დაადგინდა, ასე ვთქვათ, როდესაც ნავთობ პროდუქტებზე, სხვადასხვა პროდუქტებზე შეთანხმებულ ფასებს დებდნენ, ასე ვთქვათ და აღმოფხვრილი იყო მან კონკურენცია. კიდე ქონდა ეხა ბოლო პერიოდში გახმაურებული ეს кейსი იყო ფარმაცევტულ ბაზარზე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა რაც არ გამხმაურდა. ანუ რაც არ მოკვლეულა იდეაში ეს ძალიან დიდ სექტორებზე გვაქვს. ეს ახლა ძალიან დიდ სექტორებზე. ანუ ძალიან ისეთ სტრატეგიულ და დიდ სექტორებზე. და ეხლა ნახეთ მივადექით რას ახსრულების პრობლემატიკას, ხო? ეს არ არის კლასიკური რაღაცა დანაშაული და ამას არ იძიებს, ასე ვთქვათ, ისეთი აღმასრულებელი, ანუ როგორ გითხრათ, ისეთი საგამოძიებო უფლებამოსილებები არ აქვს აღმასრულებელ უწყებას, როგორც აქვს მაგალითად ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც არ ვიცი, ანუ იმ მტკიცებულებების მოპოვების, ანუ უდიდესი ბერკეტები აქვს, ხო? და რასაც მოკლებული არის ადმინისტრაციული ორგანო, ხო, ამას შესაბამისი ანუ ამას სჭირდება დიდი ადამიანური რესურსი, იმიტომ რომ აქ არ არის მარტო ეს სამართლებრივი თემა, წმინდა ფინანსური, ეკონომიკური ანალიზი სჭირდება, ბაზარზე დაკვირვება სჭირდება მუდმივად, შემდეგ ანუ როდესაც ესე უწყინარად ერთი გადალაპარაკებით შეიძლება ამ შეთანხმების მიღწევა, ხო, წარმოგიდგენიათ, მტკიცებულებების მოპოვება რამხელა სირთულეებთან არის დაკავშირებული, ხო? და მე მტკიცების სტანდარტიც ძალიან მაღალია, ხო? ანუ სათანადო სტანდარტით უნდა მოხდეს ამის მტკიცება და ამ სირთულეებს ეს სირთულეები განაპირობებს ზოგადად ამ მიმართულებით დარღვევების აღმოჩენის, ასე ვთქვათ, კომპლექსურობას. ერთი კითხვა გამიშთა კი გაიშენი დაკვირვებით გამოცდილებიდან გამომდინარე. ან ესეთი შემთხვევები არის ხოლმე, რომ რეალურად აი ეს ის უბრალოდ ისეთი კანონსაწინააღმდეგო შეთანხმება, როგორც არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ შეთანხმების მხარეებს განზრახვა და გაცნობიერებული არ ქონიათ, რომ მიზანმიმართული არ იყო მაინც და მაინც რაღაცა ჯანსაღი კონკურენციის დაზიანებისგან და უბრალოდ აღმოჩნდა მერე რომ თურმე უბრალოდ რომ ჩვენ გვეგონა რომ არაფერს არ უძუდავს აღმოჩნდა დავარღვიეთ კანონი. ეს ძალიან მწვავე და სანქციებზე თუ აისახება კიდევ ეს რა იმენა. ნახეთ მივიდეთ მაგამდე. ეხლა ნახეთ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება ევროკავშირშიც და ქართულ რეალობაში ანუ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა არის, არსებობს ასე ვთქვათ ორი სახის, რო გავამიჯოთ ერთმანეთისგან. ერთი არის კონკურენციის შეზღუდვის მიზნის მქონე შეთანხმება და მეორე არის კონკურენციის შემზღუდველი ეფექტის მქონე შეთანხმება. ეხლა რა განსხვავება არის ამათ შორის? მართალია აქ ტერმინი მიზანი არის გამოყენებული, მაგრამ ეს არ არის სუბიექტური კატეგორია. ანუ ECJ-ის პრაქტიკაც ამას ამბობს და უკვე გაზიარებული არის ჩვენს სააგენტოს პრაქტიკაშიც, რას ნიშნავს? თვითონ შეთანხმების შინაარსის ობიექტური მიზანი რამდენად არის კონკურენციის შეზღუდვა. და საერთოდ არ აინტერესებს მე რა მოტივით შევედი აქ იმაში, რა ქვია, სუბიექტური არ არის. და ECJ-ის პრაქტიკა ამბობს ეს რაღაცას, რომ აი მიზნის მქონე შეთანხმების შემთხვევაში არ არის საჭირო ამ შეთანხმების ფაქტობრივი ეფექტების კვლევა. ანუ ეს ნიშნავს, რომ ეს ისეთი შეთანხმება არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამას აქვს ნეგატიური ეფექტი ბაზარზე. და რა შეთანხმებები არის ესეთი პრაქტიკიდან გამომდინარე? ეს არის ფასების ფიქსაცია პირველ შემთხვევაში. ფასებზე თუ თანხმდები, შენ მისაწოდებელი საქონელი იქნება თუ მომსახურება კონკურენტთან თუ თანხმდები, ეს არის აპრიორი დარღვევა. მიუხედავად იმისა, შენ ბაზარზე მართლა მიყევი ამ ფასებს, თუ სხვა ფასები და ესე პრაქტიკულად აღასრულე თუ არ აღასრულე და ასე შემდეგ. და მეორე მნიშვნელოვანი სახე, ასე ვთქვათ, დარღვევის ეს არის ბაზრების განაწილება. ანუ რას ნიშნავს, რომ მოდი მე მაგალითად თბილისში მივაწვდი ჩემს პროდუქტს და ჩემი კონკურენტი მიაწვდის მცხეთაში ან რუსთავში. ხო, ანუ რა გამოდის, რომ ფაქტობრივად თბილისში მე მონოპოლია მაქვს, იმიტომ რომ ჩემი კონკურენტი გავიდა თბილისიდან და მე დამტოვა მარტო. სანაცვლოდ თვითონ დარჩა მარტო მცხეთაში ან სადღაც სხვა გეოგრაფიულ ადგილას. ანუ აქ რა გამოდის, რომ ეს ხო თავის გადაწყვეტილება იყო, რომ გავიდა. ხო და ანუ ეხლა მაინც ბიზნესი. ხო და ეგეთი გადაწყვეტილებების აკრძალავი სამართალი არის ასე თქვა აი როგორ უნდა ამტკიცო მე ეს ხო ანუ ძალიან საინტერესო ხო მტკიცების სტანდარტი ეს რაღაც არ ვიცი ორი მეგობარი ეხა ამ მიმართულებითაც ნახეთ ეხა მეგობარ კომპანიებთან მივიდეთ ასევე არსებობს კონკურენციის სამართალში ეს ნორმატიულად არ არის გამტკიცებული მაგრამ პრაქტიკაში არსებობს ეგრეთ წოდებული ერთიანი ეკონომიკური სუბიექტის დოქტრინა და ეს რას ნიშნავს ნახეთ თუ ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი არის მაგარი მაგალითად ერთი დედა კომპანია და ორი შვილობილი კომპანია ეს შვილობილი კომპანიები თუ ოპერირებენ ბაზარზე და ისინი რამეზე თანხმდებიან კონკურენციის
კონკურენციის სამართალი ამ ასეთ შეტადროს შეთანხმებას არ მიიჩნევს ამას კონკურენტებს შორის შეთანხმებად, იმიტომ რომ მათ შორის კონკურენცია ისედაც არ არსებობდა, ხდებით? ანუ მიიჩნევს მართალია მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით შეიძლება ორი სხვადასხვა შეპესე იყოს ფორმალურად, მაგრამ კონკურენციის სამართლისთვის ეს აღიქმება ერთ ეკონომიკურ აგენტად. ამიტომ გვაქვს ტერმინი ეკონომიკური აგენტი კონკურენციის სამართალში, იმიტომ რომ ის არ არქმევს მას ან მეწარმე სუბიექტს, ან კომპანიას, ან ასე შემდეგ, სწორედ ანუ უნივერსალური, უნიკალური ცდება შემოიტანა, ასე ვთქვათ, კანონმდებელმა მიმართულებით, რომ აი სხვა სამართლის სხვა სფეროებისგან გაემიჯნა, ასე ვთქვათ, და ეს სპეციფიკა გამოიჩინა. რამდენად ეხება ეს მომსახურებას და არა პროდუქტს? ყველაფერს ეხება აბსოლუტურად. ანუ აი მაგალითად ეხლა რაც მომივიდა თავში, აი აუთსორს მომსახურებას რომელიმე კომპანიის, ხო? პირობითად არ ვიცი, მარკეტინგული მომსახურება ერთ კომპანიაში შეიძლება ღირდეს პირობითად $3,000 და სხვა კომპანია გთავაზობდეს $500, ხო? ან პირობითად ვამბობ, ხო, ეხლა ეს და შეთანხმების შედეგად ორივე შეთანხმდა, რომ მოდი $2,000 არის ეხლა ვეგეუნებით, ხო? ანუ ძალიან ბევრია, ხო? ძალიან ბევრია პრეცედენტები, ხო? მაგრამ ანუ აი ამას როგორ ვარ რეგულირებთ? ან რას არღვევენ? ნახეთ, აქ უნდა დავიწყოთ სიტყვა რეგულირება, არაფერს არ ვარეგულირებთ, ანუ კონკურენციის სამართალი არის თავისუფალი ბაზრებისკენ მიმართული და სწორედ ანუ ხშირად მე არ მომწონს ახლა ხშირად გამოიყენება ხოლმე რომ აი კონკურენციის რეგულირება კონკურენციის სამართალი არ არეგულირებს პირიქით კონკურენციის სამართალი აღმოფხვრის ხელოვნურ ბარიერებს კონკურენციისათვის რომელიც მოდის როგორც ეკონომიკური აგენტებისგან ასევე სახელმწიფო ორგანოებისგან ხო და სწორედ ეს თვით რეგულირება ხდება ანუ ნახეთ თავისუფალი კონკურენცია რას ნიშნავს რაც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა რომ საბაზრო პროცესები განაპირობებენ ფასს ხო და მნიშვნელობა არა აქ ამ ფასს სახელმწიფო დამირეგულირებს თუ თვითონ ეკონომიკური აგენტები დავაწესებთ ხო მაინც რეგულირებამდე მივიდივართ და სწორედ კონკურენციის სამართალი მაგას ამბობს რომ არც სახელმწიფო უნდა არეგულიროს და არც თვითრეგულირება არ უნდა არსებობდეს ფასებთან დაკავშირებით უნდა იყოს კონკურენცია და ბაზარს უნდა მიეწოდეს სწორედ ის ჭყალებში საბაზრო ფასი რაც თავისუფალი კონკურენციის ფარგლებში უნდა ჩამოყალიბდეს ეს მგონია რაღაც მომენტში ჯანსაღი ეხლა რაც გითხარით ხო ანუ აი ეს кейსი იმიტომ ანუ შეიძლება დიდ კომპანიას გაცილებით ძვირადღირებული პერსონალი ყავს პირობითად ვამბობ ხო მაშინ დიდ კომპანიას სხვა პასუხისმგებლობები აქვთ და ნახეთ ხა რო გადავიდეთ. შესაძლოა, არა აუცილებლად. მივიდეთ მე-6 მუხლთან ხა ნახეთ. დამკვეთი ეყოლება სხვა კატეგორიის. ხო, შეიძლება, მაგრამ ხა მე-6 მუხლთან რო გადავიდეთ, ანუ ეს მე-7 მუხლი რაზეც ვისაუბრეთ კონკურენციის შემოსვლას შეთანხმებაზე, აქ გვაქვს ყოველთვის მინიმუმ 2 ეკონომიკური აგენტი მონაწილეობს, ხო? ანუ ურთიერთის შეთანხმებაზე მიდგება საქმე, ხო? მაგრამ არის კიდე მე-6 მუხლი, რომელიც არის უკვე ეკონომიკური აგენტის ცალმხრივი ქმედება, ხო? რომელიც კონკრეტულ ეკონომიკურ აგენტს უკრძალავს რაღაცა ქმედებას და ვისაუბროთ მაგაზე. ოღონდ აქ იგულისხმება არა ყველა ეკონომიკური აგენტი, არამედ ისეთი ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს შესაბამის ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა, ხო? დომინანტური საბაზრო ძალაუფლება თუ გაქვს, კონკურენციის სამართალი გეუბნება, რომ შენ ბაზარზე მომეტებული პასუხისმგებლობა გაქვს, ხო? შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ ვიღაცას თუ ჭირდება ბაზარზე შესასვლელად შენი პროდუქტი, იმას უარი უთხრა. შენ არ გაქვს უფლება რომ არასამართლიანად დაბალი ფასი დააწესო ან არასამართლიანად მაღალი ფასი დააწესო ხო დაბალი ფასი ეგრეთ წოდებული predatory pricing-ი ხშირად ესწრებათ ეს დემპინგურ ფასად მაგრამ დემპინგი სხვა რაღაც არის ეს არის უკვე მტაცებლური ფასები და რას ნიშნავს რომ მე თუ ვარ დომინანტი კომპანია და 50% მაქვს მაგალითად ბაზარზე საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად გავყიდი რაღაცა 1 წლის განმავლობაში რაღაცა პროდუქტს ჩემ კონკურენტებს გავაკოტრებ და მე უკვე 100%-იან საბაზრო ძალაუფლებას რო დავიჭერ უკვე სამაგ ფასად მოგაწვდი და ანუ განდევნას ისახავს მიზნად ხო ანუ ამ შემთხვევაში საქმე ეხება ეგრეთ წოდებულ ცალმხრივ ქმედებას დომინანტი ეკონომიკური აგენტის მხრიდან რომელსაც თავისი პასუხისმგებლობები აქვს ამ მიმართულებით. თუ სწორად გავიგე, გიგა, ესე იგი დომინანტური მდგომარეობა რო გაქვს თავისუფლი ეს არ არის დარღვევა, ეს დარღვევაში უკვე დარღვევას ჩავდივართ, როდესაც ამ დომინანტურ მდგომარეობას უკვე ვიყენებ. კი, ზუსტად ასეა. და გავრცელებული ისა ცნობილი ფრაზა არის, თქო კონკურენციის სამართლის უცხოურ სახელმძღვანელოებს თუ ჩავხედავთ, რომ კონკურენციის სამართალი არ სჯის გამარჯვებულებს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მე თუ ბაზარზე კეთილსინდისიერად ოპერირებ და ახალი პროდუქტი შევქმნი დაბალი ფასებით და ასე შემდეგ და ჩემი ამ კეთილსინდისიერი ქცევით, ასე ვთქვათ, მოვიპოვე საბაზრო წილები, ხო? ანუ ჩემ კეთილსინდისიერად სწორედ ეგ არის მიზანი, ხო, კონკურენციასაც ის განაპირობებს, მაგრამ მე თუ ვიცი, რომ 50%-ამდე როცა მივალა, რაღაც ის რა ქვია, დამსჯიან, მაშინ არც მივალა 50%-ამდე, ხო? და ამიტომ არის, რომ ისევ კონსტიტუციას რო დავუბრუნდეთ, ანუ კონსტიტუციაში ჩანაწერი არის, რომ მონოპოლიური საქმიანობა არის აკრძალული, ოღონდ ეს განმარტება ცოტა
სხვაგან წაგვიყვანს, მაგრამ თვითონ მონოპოლიური მდგომარეობა აკრძალული არ არის. და კონკურენციის კანონშიც რო ჩავხედოთ, წერია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ხო? მართალია დომინანტური მდგომარეობის არსებობა ბაზარზე არასასურველი არის კონკურენციისთვის, მაგრამ აკრძალული არ არის. რა თქმა უნდა, მანამ სანამ კონკრეტული საბაზრო ქმედება არ იქნება, ასე ვთქვათ, ბოროტად გამოყენებას არ გაუთანაბრდება. გვიწესებს კანონი, რა ვინ არის ეს დომინანტური მდგომარეობის? დიახ, გვიწესებს და აქაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიდგომებით ნაკარნახევი ცნება გვაქვს, ასე ვთქვათ, კანონში ჩადებული დომინანტური მდგომარეობის და კანონმდებელი გვეუბნება ისეთ რაღაცას, რომ დომინანტი არისო ეკონომიკური აგენტი, რომელსაც შესწევსო იმისი უნარიო, რომ იმოქმედოსო კონკურენტებისგან, მიმწოდებლებისგან და მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, ხო? ანუ დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა რას ნიშნავს, რომ განმარტოთ, რომ ეს არის ისეთი ეკონომიკური აგენტი, რომელსაც არ ეშინია კონკურენტის, არ ეშინია მომხმარებლის, არ ეშინია მიმწოდებლის, ხო? ანუ უფრო მეტად დამოუკიდებელია და აქვე კანონმდებელი გვთავაზობს საბაზრო წილის, ასე ვთქვათ, დონეს 40%-იანი ზღვარი აქვს დადგენილი ქართულ კანონმდებელს და ასეთ რაღაც ჩანაწერი არსებობს, რომ 40%-ზე მაღალი საბაზრო წილი თუ აქვს ეკონომიკურ აგენტს, ივარაუდება, რომ ის არის დომინანტი ეკონომიკური აგენტი. ანუ აპრიორი არ განსაზღვრავს, რომ დომინანტი არის, მაგრამ ეს არის გარკვეული მტკიცების თვითის მონაცვლეობა. ანუ ნახეთ რა გამოდის 40%-ზე მაღალი თუ აქვს ეკონომიკურ აგენტს მაინც აქვს შესაძლებლობა სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამტკიცოს, რომ მე კი მაქვს 40%-ზე მეტი, მაგრამ მაინც არ ვარ დომინანტი ამ ბაზარზე, ამა და ამ გარემოებებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მაგალითად მიმწოდებელზე ვარ დამოკიდებული, ნედლეულზე ვარ დამოკიდებული, ერთ მომხმარებელზე ვარ დამოკიდებული, ან სხვა ეკონომიკური აგენტია, ვისაც მომეტებული საბაზრო ძალაუფლება აქვს და ასე შემდეგ. რო შევატრიალოთ, ანუ 40%-ზე დაბალიც რომ იყოს, მაინც არსებობს ალბათობა, რომ ზუსტად ამ სხვა ინდიკატორებზე დაყრდნობით სააგენტომ დაადგინოს, რომ ის მაინც არის დომინანტი. მაგალითად, თუ გვყავს სიტყვაზე ერთი 38%-იანი ეკონომიკური აგენტი და დანარჩენი მისი კონკურენტები 2-3%-იანი ეკონომიკური აგენტები არიან, ხო? ანუ ძალიან დიდი სხვაობა არის საბაზრო წილებს შორის და ესეც მიუთითებს დომინანტობაზე. მაგრამ რო შევაჯამოთ, ანუ ასე ვთქვათ, წმინდა მათემატიკური ფორმულა, რომ აი ასეთ დროს ვიღაცა არის დომინანტი, ანუ და ვიღაცა არ არის, ესე არ ხდება რა. ანუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღმასრულებელი ორგანო აფასებს, რამდენად არის ეს დეტალური ანალიზი. კი, ძალიან ჯერ ბაზარი უნდა განისაზღვროს, მერე ამ ბაზარზე უნდა განისაზღვროს საბაზრო წილი და მერე უნდა შეფასდეს უკვე ეს დომინანტი არის თუ არა და თუ დომინანტი არის, უკვე მერე გადავდივართ ქმედების შეფასებაზე, თუ დადგინდა რომ ამას დომინანტური საბაზრო ძალაუფლება არ აქვს, მაშინ არც ბოროტად გამოყენება არ იქნება, ხო, სახეზე და ქმედების შეფასებაც აღარ მოხდება. ეხლა რო გადავიდეთ აი კიდევ ერთი კომპანიებისთვის ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე ეს ტერმინი გამოიყენე კონცენტრაცია, ხო? რაც, როგორც მე მივხვდი, არის, რაღაცა შერწყმა, რაღაც რეორგანიზაცია და რაღაც კომპანიების, ასე ვთქვათ, გაერთიანება თუ გამოყოფა თუ რა. აი რო აუხსნათ მაინც მაყურებელს რა არის კონცენტრაცია, ან კანონისეულ გაგებით რას ნიშნავს კონცენტრაცია და ეს რა პროცედურები არის ამისთვის და რატო შეიძლება ეს იყოს პრობლემა და რისკის შემცველი, თუნდაც ისევ ჯანსაღ კონკურენციაზე ამან რა გავლენა შეიძლება იქონიოს. კი ბატონო, წინა პასუხი რო გავაგზავნოთ, ვახსენეთ ესეთი რაღაცა, რომ დომინანტური მდგომარეობა აკრძალული არ არის, მაგრამ თქვათ სასურველი მდგომარეობაც არ არის ბაზრისთვის, ხო? ეს ნიშნავს, რომ ერთი დომინანტი თუ ყავს, იქ კონკურენციის ხარისხი, ასე ვთქვათ, იკლებს, ხო? როგორ შეიძლება დომინანტი გახდეს კომპანია, ხო? ერთი არის, როდესაც ის კეთილსინდისიერად ოპერირებს ბაზარზე და მოიპოვებს მეტ მომხმარებელს და ზრდის თავის საბაზრო ძალაუფლებას, ხო? ეს ჩვეულებრივი დასაშვები პროცესი არის, ასე ვთქვათ, მაგრამ მეორე შემთხვევა არის, რომ როდესაც მაგალითად ხდება ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტის შერწყმა, როდესაც მაგალითად ბაზარზე 10 ეკონომიკური აგენტი ყავდა, 10 კონკურენტი, 5 ერწყმის ერთმანეთს და 5-ის ნაცვლად ჩნდება 1, ხო? ანუ რა გამოდის, რომ 5 ეკონომიკური აგენტის საბაზრო ძალაუფლება თავს იყრის ერთი ეკონომიკური აგენტის ხელში და ამით ხელოვნურად იზრდება, ასე ვთქვათ, საბაზრო წილები, ხო? ეს ნიშნავს, რომ ანუ რაც ამით იზრდება ბაზარზე კონცენტრაციის ხარისხი. ანუ კონცენტრაციის ქვეშ გულისხმობთ საბაზრო ძალაუფლება უფრო ნაკლები ეკონომიკური აგენტის ხელში ხდება კონცენტრირებული, ხო? ანუ ერთი ან რაღაცა ჯგუფის ხელში ხდება კონცენტრირება, ანუ არამალზომიერი კონცენტრირება კონკრეტული საბაზრო ძალაუფლების, ხო? სწორედ აი ამ კონცენტრაციის კონტროლი ხდება, ხო? ანუ საბაზრო ძალაუფლების რაღაც კონკურენციის კი არა, სხვა ხელოვნურად ზრდის კონტროლი, ხო? და კანონი გვეუბნება განასხვავებს ერთმანეთისაგან 3 სხვადასხვა სახის კონცენტრაციას. პირველი არის შერწყმა, როგორც ვახსენეთ, ანუ როდესაც 2 ან მეტი ეკონომიკური აგენტი ერწყმის ერთმანეთს და
მათ ადგილას ჩნდება ერთი ეკონომიკური აგენტი. მეორე არის ეგრეთ წოდებული შეძენა, ხო? შეძენა რას ნიშნავს, რომ ეკონომიკური აგენტი მოიპოვებს კონტროლს სხვა ეკონომიკურ აგენტს. მაგალითად, ყველაზე კლასიკური მაგალითი არის, რომ ერთი ეკონომიკური აგენტი კი არ ერწყმის მეორეს, არამედ მის წილს ყიდულობს და ისინი ფორმალურად, ასე ვთქვათ, აგრძელებენ ბაზარზე ოპერირებას, მაგრამ ამან უკვე მოიპოვა კონტროლი მეორე ეკონომიკურ აგენტზე და მივედით ისე ვიქამდე, რომ ეს უკვე ფაქტობრივად ერთი ეკონომიკური აგენტი არის, იმიტომ რომ მათი საბაზრო წილები შერწყმულია, ხო? ასევე შეიძლება ფიზიკური პირის მიერ მოხდეს, ასე ვთქვათ, კონტროლის მოპოვებას და კანონი ამბობს რაღაცას, რომ ფიზიკური პირის მიერ ასე ეკონომიკურ აგენტზე წილის შეძენა, კონტროლის მოპოვებაც არის კონცენტრაცია იმ შემთხვევაში, თუ ეს ფიზიკური პირი ასევე აკონტროლებს სხვა ეკონომიკურ აგენტს. ანუ რა გამოდის, რომ მე თუ ერთ ეკონომიკურ აგენტში მაქვს სიტყვაზე 100%-იანი წილი და პარალელურად სხვაშიც შევიძენ 100%-იან წილს, გამოდის, რომ უკვე ჩემს ხელში იყრის ეს საბაზრო ძალაუფლება, ხო? აი ეს შეძენის პროცესი მეორე კონტროლის მოპოვებას უკვე გამოდის კონცენტრაცია, ხო? და მესამე ფორმა არის ერთობლივი საწარმოს დაფუძნება, როდესაც ორი ეკონომიკური აგენტი აფუძნებს ერთობლივ საწარმოს. უკვე ამ ერთობლივი საწარმოს ხელში ხდება მათი საბაზრო ძალაუფლების კონცენტრირება, ხო? აი სამი სხვადასხვა ფორმა არის კონცენტრაციის და კონკურენციის კანონის მიხედვით, სანამ ეს კონცენტრაცია მოხდება, ანუ სანამ შერწყმა მოხდება, სანამ შეძენა მოხდება და კონტროლის მოპოვება მოხდება, სანამ ერთობლივი საწარმოს დაფუძნება მოხდება, აუცილებელია კონკურენციის სააგენტოსგან წინასწარი თანხმობის მოპოვება, ხო? და აქვე კანონი ამბობს, რომ შეტყობინებას, ანუ წინასწარ თანხმობას ექვემდებარება გარკვეულ სრულ ოდენობამდე კონცენტრაციები, ხო? და მე სააგენტოს თავმჯდომარე ბრძანებით არის დადგენილი, რომ კონცენტრაციაში მონაწილეთა ერთობლივი ბრუნვა თუ აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთანავე თითოეულის არ არის ნაკლები 5 მილიონზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში არიან ასეთი მსხვილი სუბიექტები, ასე ვთქვათ, არიან ვალდებულები, რომ სააგენტოში წავიდნენ. ანუ ამისი ლოგიკა ის არის, რომ პატარა სუბიექტებზე არ ღირს, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვა და მაინც ნაკლები ზიანის მომტანია ეს კონკურენციისთვის. თუ ეს სამი შემთხვევა გვაქვს და ამ ბრუნვების წინაპირობებსაც ვაკმაყოფილებთ, მაშინ აუცილებელია სააგენტოსგან წინასწარი თანხმობის აღება. წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური სანქციები შეიძლება დაეკისროს შესაბამის სუბიექტებს. შემდეგ უკვე სააგენტო იწყებს, ასე ვთქვათ, შესწავლას ამ ყველაფრის, აფასებს რა გავლენა შეიძლება ამან მოახდინოს ბაზარზე კონკურენციაზე და თუ დაასკვნის, რომ ეს კონცენტრაცია, ასე ვთქვათ, ნეგატიური ეფექტის მქონე არის ბაზრისთვის, მნიშვნელოვან შეზღუდვას გამოიწვევს, ასე ვთქვათ, კონკურენციის, მაშინ დაუშვებლად ცნობს ამ კონცენტრაციას და ამის შემდეგ ეკონომიკურ აგენტებს უკვე აღარ აქვთ უფლება, ასე ვთქვათ, ეს ტრანზაქცია განახორციელონ, ხო? მაგალითად, რეესტრი არ დაარეგისტრირებს და ასე შემდეგ, ხო? ანუ აქამდე მიგდებთან არის ეს დაკავშირებული სააგენტო. ეს არის პირველად შესწავლა, თუ სწორად მახსოვს, ერთ თვემდე სტანდარტულად და შემდეგ უკვე 90 დღემდე შეიძლება გაიზარდოს ეს ვადები, თუ სწორად მახსოვს. თუ რაღაცა გონირული ეჭვი არსებობს, რომ კიდე დამატებითი შესწავლა არის ასე ვთქვათ, საჭირო ამ საკითხი იმდენად კომპლექსურია, რომ ალბათ აი ყველაფრის შესწავლა საკმაოდ დრო და რესურსი. ამიტომ მიზანშეწონილია ხოლმე, ანუ ეს შეტყობინების ფორმა დადგენილია და თუ სწრაფად გვინდა ასე ვთქვათ ფონს გასვლა, აუცილებელია შეტყობინებასთან ერთად აი მთელი ბაზრის ასე ვთქვათ ეკონომიკური პარამეტრები, შეიძლება მეტი მონაცემი მივაწოდოთ ასე ვთქვათ კონკურენციის სააგენტოს, რომ უფრო მარტივად მოხდეს ხო, უფრო სრულყოფილად მივაწოდოთ, რომ თვითონ მე კონკურენციის სააგენტოს არ მოუწიოს ამ ინფორმაციების შეკრება და ისევ ჩვენი ძვირფასი დროის დაკარგვა. ძალიან საინტერესო საკითხი არის, მოგოთ აშკარად არ გვეყოფა ჩვენ 1 საათი, რაღაც კითხვები უნდა გამოვტოვო და მოდი ახსოვების თემები, ხა რა მაინტერესებს, ანუ ნუ ყავს ასე ვთქვათ კონკურენციის სააგენტო, როგორც საზრდამხედველო ორგანო ამ სფეროში და აი აქ როგორ ხდება მაგალითად და ესეც ვახსენეთ და ნუ საიდუმლო არ არის რომ არის სანქციებიც, ხო? ზოგადად ეგ არ დავმალოთ ხოლმე. როგორ ხდება საქმის, ასე ვთქვათ, წარმოების დაწყება, ხო? ანუ რამე საჩივრის საფუძველზე თვითონ შეუძლია სააგენტოს მოვიდეს ან გამოითხოვოს ინფორმაცია, თავის ინიციატივით დაიწყოს შემოწმება და აი ამაზეც რომ მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია. კი ბატონო. ესე იგი კონკურენციის კანონი ითვალისწინებს ახსრულების ორ ძირითად მექანიზმს, რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ბაზრის მონიტორინგი და არის საქმის მოკვლევა. საქმის მოკვლევა ინგლისურად investigation, ანუ საგამოძიებო პროცესი არის, უბრალოდ ეს სისხლის სამართალი რადგანაც არ არის, ქართულმა კანონმდებლმა დაარქვა საქმის მოკვლევა. ბაზრის მონიტორინგით რო დავიწყოთ, ეს ბაზრის მონიტორინგი არის პროცესი, როდესაც სააგენტო მუდმივად აკვირდება, ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ორგანო მუდმივად აკვირდება ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და თუ რაღაც არაჯანსაღი გამოიკვეთა, ანუ რაც ასე ვთქვათ,
ლოგიკური საბაზრო პროცესებით არ არის განპირობებული, მაშინ ჩდება გონივრული ეჭვი, რომ ხომ არ აქვს ამ ბაზარზე კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვას, ხო? და თუ დაიდენტიფიცირდა ეს გონივრული ეჭვი თუ დადგინდა, უკვე აღმასრულებელ უწყებას აქვს უფლებამოსილება, რომ საკუთარი ინიციატივით კონკრეტული ეკონომიკური აგენტების მიმართ ვის მიმართაც არსებობს, ასე ვთქვათ, გონივრული ეჭვი, რომ ისინი არ ღვევენ ჩვენს მიერ განხილულ უკვე მუხლებს მე-6-ე, მე-7-ე მუხლებს, ხო? დაიწყონ საქმის მოკვლევა, ხო? ეს საქმის მოკვლევა ასევე ეხება ადმინისტრაციული ორგანოების მიმართაც, რომ მათ იქმედებაც თუ ზღუდავს თუ არა კონკურენციას, მაგრამ უკვე ჯერ ეკონომიკურ აგენტებზე ვისაუბროთ, ხო? ამასთანავე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, რომ განცხადებით მიმართოს სააგენტოს და სააგენტოს თუ ამ განცხადების საფუძველზე გაუჩნდება ასევე გონივრული ეჭვი, რომ ირღვევა კონკურენციის კანონი, მაშინ ისევ დაიწყება მოკვლევა. დაინტერესებულ პირზე უნდა ახდენდეს გავლენას? აი ხა მივიდეთ. ჩვეულებრივი განცხადების შემთხვევაში არ არის აუცილებელი რომ მე ვიყო ასე ვთქვათ დაზარალებული, მაგრამ თუ არსებობს საჩივრის ფორმა, ასე ვთქვათ რომ საჩივრით მიმართავ, ეს რას ნიშნავს, რომ აი ვიღაცა არის დომინანტი, მე რაღაცა წვდომას არ მაძლევს რაღაცა რესურსებზე და საკუთარ დომინანტურ მდგომარეობას იყენებს ბოროტად და რაც მე ზიანს მაყენებს, ხო? ამ შემთხვევაში უკვე არა განცხადებით, არამედ საჩივრით მიმართავ და როგორც მხარე ისე ბერთვები აი ამ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. საჩივარი ყოფილა, როდესაც პირიქით, ანუ ესეთ საჩივარი არ გამართლებულა რა, ანუ თქვენ სააგენტო მოიკლია და ამ შემთხვევაში ვერ დაადგინა ვერანაირი. ძალიან ბევრი არის ეგეთი, ეს საჩივარი რო შედის, აქ გადის ჯერ ფორმალურ დასაშვებობას და შემდეგ გადის უკვე მატერიალურ დასაშვებობას. მატერიალურ დასაშვებებისთვის არის თუ სწორად მახსოვს თვენახევარი. ამ დროს რა ხდება? ანუ გონივრული ეჭვი უნდა დასაბუთდეს, ხო? ანუ ხო, არ ეკონომიკა მაყურებელს რომ შეგვიძლია ეგრე ავიღოთ და ხო. აქ არის გონივრული ეჭვი, ანუ მტკიცებულებების წარდგენა არის აუცილებელი, რომ გონივრული ეჭვი წარმოიშვას, რომ ეს პირველი დასაშვებების ეტაპი გადაიზარდოს, ასე ვთქვათ, უფრო სიღრმისეულ მოკვლევაში, ხო? და ძალიან ბევრი გადაწყვეტილება არსებობს, როდესაც ეს დასაშვებების ეტაპი არ გაუვლია და დაუშვებლად უცნიათ, ასე ვთქვათ, საჩივარი, იმიტომ რომ გონივრული ეჭვი არ არსებობდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ან გონივრული ეჭვამდე შეიძლება არ იყოს, რომ მარტივად დომინირებაზე თუ ჩივის ვიღაცა და მარტივი დასათვლელია, ასე ვთქვათ, საბაზრო წილები და ყოფილა ეს შემთხვევაც, რომ აი ბრუნვები დაუთვლიათ და უკვე ამ თვენახევარშივე დადგენილა, რომ ეს დომინანტი არ არის და აქ უკვე აზრიც აღარ არის ინფორმაცია ქონდა. კონკურენტის ბრუნვებზე დიდი ალბათობით. იკა სანქციები როგორია? სანქციები გვაქვს ესეც შემდეგნაირი, ან მე-7 და მე-6 მუხლის დარღვევაზე გვაქვს, თუ დადგინდება, ანუ რაც ვთქვით, კონკურენციის შემცვლელი შეთანხმება და დომინანტური მდგომარეობის პროდუქტ გამოყენება, პირველ შემთხვევაზე არის წინა ფინანსური წლის ერთობლივი ბრუნვის 5% არის ზედაჭერი და ამ ბრუნვის და არა მოგების. ანუ ეს არის თანხა, რომელიც მიიღო კონკრეტულმა ეკონომიკურმა აგენტმა წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქონლისან მომსახურების რეალიზაციით. ხო შეიძლება მოგება საერთოდ არ ქონდეს, მაგრამ რა ბრუნვაც ქონდა, იქიდან დაითვლება 5%. ოღონდ ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც 5% დაიკისრება. 5% არის ზედაჭერი და ამ 5%-ის ფარგლებში უკვე მხედველობაში მიიღება დარღვევის სიმძიმე, ზიანი, ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენად ითანამშრომლა გამოძიების საქმის შესწავლის ეტაპზე ეკონომიკურმა აგენტმა და ასე შემდეგ. ანუ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების ასე ვთქვათ შეფასების შედეგად უკვე 5%-ის ფარგლებში ეკისრება სანქცია და გამეორების ან აღმოუხრელობის შემთხვევაში უკვე ანუ გადაწყვეტილებასთან ერთად სანქციასთან ერთად როგორც წესი აღმასრულებელი ორგანო ავალებს კონკრეტულ ეკონომიკურ აგენტებს რაღაც სავალდებულო შესასრულებელ რეკომენდაციებს, ხო? მაგალითად დომინანტ ეკონომიკურ აგენტს თუ რაღაცას დარღვევა დაუდგინდა, რაღაც შეიძლება ქცევით ხასიათის ვალდებულებები დაეკისროს, რომ აი მიდი რაღაცა მიაწოდე ან ამ ფასად არ გაყიდო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ამ ვალდებულებასაც დაარღვევს, უკვე ხელახალი მოკვლევის ფარგლებში უკვე ის 5% იზრდება 10%-მდე და უკვე 10%-ის ფარგლებში ხდება. მონიტორინგიც ხდება, რამდენად სრულდება რეალურად. მაგრამ განსხვავებული სიტუაცია გვაქვს ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ. მე ვახსენე, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს დაუდგინდება მე-10 მუხლის დარღვევა, რაც არის ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, მან უკვე ხა ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ ჯარიმა არ მოქმედებს. აქ არის უკვე შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაცია ქვია და თუ ადმინისტრაციული ორგანო უკვე არ გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციას, აღმასრულებელს აქვს უფლება ამოსილება, რომ მისი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი დასვას, ასე ვთქვათ. და ნუ ეგ იქნება ახსოვს, ახლა ესეთ სიტუაცია წარმოვიდგინე, რომ დაუშვათ შეერწყა ორი, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია, კომპანია, ისე რომ არ შეატყობინა და ეს ვალდებულება არ დაიცვა და მე ამის შესახებ შეიტყო დაუშვათ კონკურენციის სააგენტო და რა ირაშვება, ანუ ისე დაიყოფა ეს კომპანიების. აი მოლოდინის რეჟიმში ვართ, ვინც ამ სფეროში ვართ, რომ აი რა შეიძლება მე მოხდეს. თეორიაში, თეორიაზე რომ იმიტომ პრაქტიკა არ აქვს ამისი, თეორიულად ხდება ესეთ რაღაცა. ნახეთ, შეუტყობინებლად თუ განხორციელდა შერწყვა ან შეძენა და აღმოაჩინა აღმასრულებელმა, რომ ეს მოხდა, ხო? პირველ რიგში 1% ჯარიმა არის ბრუნვის, ანუ აქ უკვე 1%-იანი ზღვარი არის შეუტყობინებლობისთვის. ამის მერე ის 90 დღიანი პროცედურა იწყება, რომ შეფასდება
რამდენად შეზღუდა ამან კონკურენცია, თუ დადგინდება რომ მნიშვნელოვნად შეზღუდა და ამას რომ შეეტყობინებინა მე უკვე უარს გეტყოდი შენ, ხვდებით? ასეთ დროს უკვე ესეთ ტერმინს შეიცავს თქვა კონკურენციის კანონი, ეს არის ეგრეთ წოდებული სტრუქტურული ხასიათის ღონისძიებები და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები, ხო? სტრუქტურული ხასიათი რას ნიშნავს, რომ თუ წილით კონტროლი მოიპოვე, თეორიულად შესაძლებელია გაყიდვა დაევალოს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ევროპაში ყოფილა ესეთი რაღაცა, რომ თუ აქ უკვე როგორ გითხრათ, ანუ რთული შესაძლებელია ვიღაცას დაავალო, ეხლა რომ საკუთრება სხვას გადაეცი და ასე შემდეგ. ხო ხვდებით, აი ამიტომ აი ეს პრაქტიკა როგორი იქნება? ხო, ცოტა ის არის, რა ქვია. გიგახში. რთული განსასწრებელი. შეიძლება ესე ბოლო კითხვა აღარ არის, უბრალოდ რაიმე რჩევა, აი რას მისცემდი სიტყვაზე ბიზნესს, ანუ ქართულ ბიზნესს, ყველაზე ესეთ მნიშვნელოვან რჩევას, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ იმისათვის, რომ თავიანთი ეს ქმედებები და იურიდიული მოქმედებები იყოს თანხვედრაში კონკურენციის კანონმდებლობასთან და არ დაარღვიონ, ასე ვთქვათ, კანონი. და დაიცვან თავის. პირველ რიგში ყველაზე ისეთი ძალიან ბევრი რჩევა შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფთ ჩემი აზრით, მე ვახსენე შეზღუდვის მიზნის მქონე შეთანხმება და შეზღუდვის ეფექტის მქონე შეთანხმება, ხო? მიზნის მქონე შეთანხმება ძალიან მარტივი, ანუ ფასებზე და ბაზრის განაწილებაზე არ უნდა შეთანხმდნენ. ეხლა ყველაზე რთული რა არის, ნახეთ, ეფექტის მქონე შეთანხმების შემთხვევაში თუ მივიდივარ, თუ ეს შინაარსი არ აქვს, მე უკვე ფასდება ამან კონკრეტულად რა გავლენა იქონია ბაზარზე, ხო? თუ სააგენტო დაადგენს, რომ შეთანხმება იყო, მიზნის არ იყო, მაგრამ ამან შეზღუდა კონკურენცია მნიშვნელოვნად, მაშინ უკვე ეს დარღვევა იქნება. თუ დაადგენს, რომ არ შეზღუდა მნიშვნელოვნად, მაშინ დარღვევა არ იქნება, ხო? შესაბამისად, კონკრეტული ხელშეკრულებას რო დებენ, მაგალითად ტექნოლოგიური ტრანსფერის ხელშეკრულებები იქნება, ერთობლივი კვლევის ხელშეკრულებები იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ყველა არის რისკის მატარებელი, რომ შენ პოტენციურად შეზღუდავ კონკურენციას, ხო? ამიტომ წინასწარი სამართლებრივი ანალიზი ჭირდება ამ ყველაფერს, ხო? და არაერთი გაიდლაინი არსებობს ევროკავშირის ფარგლებში, ანუ დაუბრუნდეთ ასე ვთქვათ, სააგენტო გადაწყვეტილებებს ყოველთვის ხელმძღვანელობს ევროკავშირის მიდგომებით, ანუ რაღაც ახალ კონკურენციის სამართალს არ ავითარებს ნამდვილად, ანუ ეს ძალიან მისასალმებელი არის ეს მიმართულება, რომ დრომც ნახოთ გადაწყვეტილებები სრულად ემყარება ECJ-ის ევროკომისიის გადაწყვეტილებებს და მათ პრაქტიკას, ხო? შესაბამისად, ეს ევროპული გამოცდილება, რაც ნახევარსაუკუნოვანი დადგენილი არის მნიშვნელოვანი წყარო იმისთვის, რომ როდესაც წინასწარ შედიხარ გარიგებაში, იმ პრაქტიკით ხელმძღვანელო და მაგას მოარგო, ასე ვთქვათ, ეს გარიგების შინაარსი, რომ არ აღმოჩნდეს, რომ აი ესეთი გარიგება დამედია, რომელიც ყოფილა კანონსაწინააღმდეგო და უკვე ძალიან სოლიდურ სანქციებამდე გავიდა. ამიტომ აი ესეთ ბიზნეს ტრანზაქციებში ხელშეკრულების დადებისას, სადაც პოტენციური თანამშრომლობის, ასე ვთქვათ, შინაარსის ან ელფერის მატარებელია ეს თანამშრომლობა, ყოველთვის მიზანშეწონილი არის, რომ ამ მიმართულებით მოხდეს შეფასება, ასე ვთქვათ, ამ გარიგების. ჩემ დაკვირვებითაც ერთ მეც ვიტყვი, რომ კომპანიებმა ალბათ ესე უნდა შეხედონ, რომ ჩვენ ახლა სანქციები ვახსენეთ და ჯარიმები ვახსენეთ, თუმცა აქ ზიანი ჩვენ არ უნდა შემოვსაზღვროთ, რომ მაინც და მაინც უფრო დავჯარიმდები და თუნდაც საფრთხეებულში დასრულებელ დავალებას მომცემს და ამით დასრულდა, ხო? ალბათ მთავარი ნებისმიერი სერიოზული კომპანიისთვის, რომელიც საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნავს, ჩემი აზრით, რეპუტაციული ზიანის დაანებია. პლუს არის კერძო სამართლებრივი ზიანი, ანუ მარცხინააღმდეგობა დადგენილია და ამ მართლწინააღმდეგობით ვინმეს თუ ზიანი მიადგა, დელიქტური პასუხისმგებლობაც დგება, ამის პრაქტიკაც უკვე არსებობს და ესეც უკვე კონკურენციის სამართლის კერძო ახსულებად მოიხსენიება, როდესაც კანონის დარღვევის საფუძველზე ვიღაცას თუ ზიანი მიადგება, იმის უკვე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ჩდება, ასე ვთქვათ. და ეხლა ხო წარმოგიდგენიათ, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები ესეთ გარიგებაში რო შედიან, რამდენი დაზარალებული არსებობს, ვინც სიტყვაზე ეს ფასნამატი გადაიხადა, ხო? მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი სფერო არის და შეგვიძლია სხვა დროს ვისაუბროთ. თუ დავჯარიმდით, ეს ინფორმაციაც საჯარო არის, ეს ანუ გადაცემამდე გადავხედეთ თუნდაც მაგალითად კონკურენციის სააგენტოს ვებსაიტს, სადაც იდო კომპანიების кейსები, თავის დასახელებებით და რაღაცა და რა თქმა უნდა, ხო, ეს სულ არ რჩება, ასე ვთქვათ, თუ დავარღვევთ კანონს. დავით, ამოუწურავი თემაა, ხო, აქ მართლა ერთი პოდკასტით ვერ შემოვიფარგლებით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ გვექნება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ თემა თვითონ, ხო, ანუ სათითაო დარღვევების განხილვა არის უკვე კი, იმიტომ რომ ნახეთ, ეს ხო რაღაც ზოგადად ისმის, აი რატო გავამახვილეთ ჩვენც, ხო, ეხლა რაღაც ფასებზე ყურადღება და ასე შემდეგ, ანუ
აქ გაცილებით ბევრ პარამეტრზეა ხო საუბარი, ეხლა დღეს გავიგეთ ხო ძალიან ბევრი რაღაცა, ძალიან ბევრი ინფორმაცია გაიგო ჩვენმა მსმენელმაც და მაყურებელმაც. მოკლედ ამ თემას მე არ ვფიქრობ რომ ერთ გადაცემაში ამოვწურავ და ერთ პოდკასტში, ამიტომ ჩვენ კიდევ შევხვდებით აუცილებლად ერთმანეთს. დავით, ტრადიციულად ძალიან დიდი მადლობა შენ პირადად და DPT Consulting-ს ესეთი აქტუალური თემების არჩევისთვის. გიგა, ძალიან დიდი მადლობა ექსპერტიზისთვის, იმ ასე ვთქვათ, საინტერესო ინფორმაციის გაჟღერებისთვის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოდკასტის სტუმარი კიდევ იქნები აუცილებლად. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი პოდკასტის წარმომადგენელი არის იურიდიული კომპანია DPT Consulting-ი, რომელიც თქვენ მონაცემებზე ზრუნავს, სხვათა შორის თქვენი კომპანიის მომხმარებლების მონაცემებზე. და მე გახლავართ სერგო ასაჯანიშვილი. ჩვენ უკვე შევხვდებით მომდევნო სამშაბათს ბიზნეს პეიჯში, ახლა კი დაგემშვიდობები და სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ. ნახვამდის. IT Tech-ი, თქვენი ბიზნესის IT ინტეგრატორი. K-Call, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ ცენტრი საქართველოში.